პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ტექნიკური ხასიათის პრობლემა. ქართველი პილიგრიმები საშობაოდ ისრაელში შესაძლოა ვერ წავიდნენ. საპატრიარქო მომლოცველთა 46 კაციან სიაზე ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან უარი მიიღო. ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. ცოტა ხნის წინ მეცხრე ისრაელში საქართველოს ელჩს ტელეფონით დაუკავშირდა. არჩილ კეკელია წმინდა მიწაზე წასვლის მსურველებისთვის შექმნილ პრობლემას ტექნიკური ხარვეზებით ხსნის. თამთა ჯანაძე ცდილობს თემაზე ინფორმაციის მოპოვებას. თამთა პირდაპირ ეთერში ხარ, რას აცხადებენ საპატრიარქოში და როგორია ელჩის პოზიცია? საქართველოს საპატრიარქოს რელიგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიტროპოლიტი საბა მომლოცველებისთვის უარის თქმის ძირითად მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს მიზეზი განპირობებულია მომლოცველების მიერ ისრაელში არალეგალურად დარჩენის გახშირებულ ფაქტებს. ასევე მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ დღემდე ასეთი უარი მომლოცველთა ჯგუფებს ისრაელის ხელისუფლებისგან არ მიუღია და ამბობს, რომ შობის დღესასწაულზე ქართველები იერუსალიმში ჩასვლას ვერ შეძლებენ. შეგახსენებთ აქვე იმასაც, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 მომლოცველს ვიზაზე უარი უთხრა. როგორც ჩვენ ასევე სხვებსაც, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განუცხადეს, რომ ქართველებზე ვიზებს ამ ეტაპზე გადავწყვეტეთ, რომ არ გავცეთ. ამ ჯერზე საერთოდ არავის არ მიცეს და განმარტებაც არ გაკეთებულა. ეხლა მე ვიცი ეჭვებით იქ ტურისტულ ორგანიზაციებში ადგილზე გაკეთდა ესეთი განმარტება, რომ ბოლო დროს რამოდენიმე ჩარტერული რეისით მოხდა მომლოცველების ტურისტების ჩასვლა ისრაელში და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა. მეცხრე დაუკავშირდა ისრაელში საქართველოს ელჩს არჩილ კეკელიაც. მისი ინფორმაციით ვიზების არ გაცემის საკითხი უკავშირდება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებს. მან ასევე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ეს ისრაელის უარი ნამდვილად არ უკავშირდება საქართველოს მიერ გაეროში პალესტინის სახელმწიფოსადმი გამოცხადებულ მხარდაჭერას. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოში ისრაელის საელჩოსაც, თუმცა საელჩოში გამგვიმარტეს, რომ ელჩი იუვალ ფუქსი თბილისში არ იმყოფება და შესაბამისად ამ თემაზე საელჩოში კომენტარს ვერ აკეთებენ. ეს იყო თამთა ჯანაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში საუბრობდა.